Prime Time-ის ინფორმაციით ლიეტუვაში დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს. ტრენინგებში მონაწილეთა მომზადება კი არასამთავრობო ორგანიზაცია ბრიტანულ-ქართული საზოგადოებისა და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მეშვეობით მიმდინარეობს. წყაროს ცნობით, ორივე არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარი ოფისები ლონდონში მდებარეობს. ქართველ აქტივისტებს კი ასწავლიან ქუჩის საპროტესტო აქციების ტაქტიკას, პროვოკაციებს, დაკავების შემთხვევაში დაცვას და საინფორმაციო კამპანიების პოპულარიზაციას, სადაც აქცენტი კეთდება ეგრეთ წოდებულ ვირუსული კონტენტის შექმნასა და მიზნობრივი მასალების გავრცელებაზე ტელეგრამის საშუალებით. თემის პოლიტიკური შეფასებებით მეგინა არსავიძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. სახელმწიფო გუნდში არ უკვირთ, რომ ქართველ აქტივისტებს ამზადებს დიდი ბრიტანეთი, რადგან აცხადებენ, რომ ახლა სწორედ ბრიტანეთში არის გაძლიერებული განსაკუთრებით deep state-ის გავლენები. მართლ გუნდში ამბობენ იმასაც, რომ ამ ტრენინგების შინაარსი არის იგივე ლიეტუვაში მიმდინარე ტრენინგების შინაარსი არის იგივე, რაც საქართველოში არაერთ ტრენინგზე იყო, რომლის მიზანიც იყო სწორედ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა და ისეთი ადამიანების მოსვლა ხელისუფლებაში, რომელთათვისაც პრიორიტეტი იქნებოდა არა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები, არამედ ქვეყნის გარედან მიღებული დავალებები. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ ეს სცენარიც და მცდელობაც არის წარუმატებლობისთვის განწირული. რაც შეეხება ოპოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ტრენინგი გვინახავს, რომელიც მიზნად ისახავდა პროცესების რადიკალიზაციას, აცხადებენ ოპოზიციაში, რომ ეს ტრენინგები ქვეყნის გარედან დაფინანსებული კონკრეტული ტრენინგები თუ ლექციები არ არის კავშირში არეულობასთან. არანაირი დასავლური სწავლებები, რომელიც რაიმე ტიპის დესტრუქციას ემსახურება, ბუნებაში არ არსებობს, თავისუფალ სამყაროში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მათ შორის პროტესტს და შეიძლება ამ კუთხითაც არსებობდეს გარკვეული სწავლებები. ეს ქვეყნები, კონკრეტული ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ გლობალური ომის პარტიას, წარმოადგენენ deep states, რა თქმა უნდა, ისინი ვერ ისვენებენ და არ ისვენებენ, უნდა ქვეყანაში როგორმე მოაწყონ არეულობა, სახელმწიფო გადატრიალება და ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ბევრი ასეთი მცდელობა გვახსოვს და ნახეთ თუ როგორ იბრძოდნენ ისინი ქართულ სახელმწიფოებრიობას, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. ეს ვიღაცების გადამზადება, მომზადებაც არ გვიკვირს, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და ყველა ასეთი მცდელობა, რომელიც გაჯერებულია რადიკალიზმით, გაჯერებულია სიძულვილით, იქნება ყოველთვის დამარცხებული. ბრიტანეთის საელჩო იყო, რომელიც ნაციონალური მოძრაობის სიაში მყოფ ორ ადამიანს ცდილობდა, რომ ისინი დაეფინანსებინა და შეფუთული იყო, აბსოლუტურად ყველანაირ აზრს მოკლებული საფარველი. ზუსტად იგივე ხდება ეხლაც, რომ დავესესხოთ ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, deep state-ის გავლენები განსაკუთრებით არის ძლიერი დიდ ბრიტანეთში და სწორედაც რომ deep state-ი თავისი აგენტების გაცნას ეხლა ცდილობს სხვადასხვა ქვეყანაში, იმიტომ რომ საქართველოში შემდეგ არეულობა იყოს მოხდენილი, ეს რა თქმა უნდა არის საზოგადოებისთვის გასაკვირი. მთავარია, რომ სამართალდამცავი ორგანოების, ქართული ხალხის და შესაბამისად ქართული საზოგადოებასთან ერთად ქართული ოცნება მყარად გავართ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. პირდაპირ მნიშვნელობით რეკრუტირება ხდება. რას ნიშნავს? ნიშნავს ერთს, რასაც ნიშნავდა ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში შემოდიოდა ის შავი და ბინძური ფული, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებიდან და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე შევქმნით საკანონმდებლო ბაზა ისეთი, რომ ვერ მომხდარიყო აი ამ შავბნელი ძალებისგან დაფინანსება და აქ სამშობლოში მათი რეკრუტირება. ალბათ არის ერთ-ერთი რაღაც გამოსავალი ნაპოვნი, სადაც ეთნიკურად ქართველებს ამზადებენ არა ჩვენს ქვეყანაში, არამედ უცხო ქვეყანაში, თუ როგორ უნდა მოაწყონ აქ დესტრუქცია, ბინძური ინტერესი, რომელიც იყო ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ გამოიყენო პროქსი სახელმწიფოდ და აქ ყველანაირად შექმნან პოლიტიკური დესტაბილიზაცია, ეს სურვილი და ეს ძალისხმევა არსად არ გამქრალა. უბრალოდ გადაინაცვლა, იცვალა სახე და გადაინაცვლა სხვადასხვა ქვეყნებში. სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი და ბრიტანულ-ქართული საზოგადოება. ეს ორი ორგანიზაცია არის ლიეტუვაში მიმდინარე ტრენინგებში ჩართული და ამ ორგანიზაციების პოლიტიკურ გემოვნებაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ სწორედ მათი მხარდამჭერებით თუ მოკავშირეებით ბრიტანულ-ქართული საზოგადოების ვებგვერდზე ვკითხულობთ ზურაბიშვილის გვარს, მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტი სალომე ზურაბიშვილი, ისევ საქართველოს პრეზიდენტად ყავთ მოხსენიებული. ჩვენ დაუკავშირდით უკვე ლიეტუვის და ბრიტანეთის საელჩოებს ამ ტრენინგებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.